გამარჯობა მეგობრებო, ყველას მოგესალმებით, ვინც ჩართულები ხართ ჩვენს პროექტში ტრელო-ჭრელოს. როგორც იცით, ეს პროექტი ითვალისწინებს რამდენიმე სკოლის მოსწავლეების ერთ სივრცეში ონლაინ მუშაობას და მოკლედ რომ თქვათ, მოსწავლეთა ჯგუფები ამზადებენ თავიანთი რეგიონის ან რომელიმე მათთვის სასურველი ადგილის შესახებ პრეზენტაციებს და შემდეგ ისინი ანთავსებენ ონლაინ სივრცეში, ისე რომ ყველასთვის იყოს ხელმისაწვდომი პროექტში ჩართული ადამიანებისთვის. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ ამისთვის ვიყენებთ პლატფორმა ტრელოს, ამიტომაც ქვია ჩვენს პროექტს ტრელო-ჭრელო და მე ახლა მოკლედ გეტყვით თუ როგორ მუშაობთ ამ სივრცეში. პირველ რიგში საჭიროა რომ თქვენ გქონდეთ ელექტრონული პოსტის მისამართები, თქვენი ელექტრონული პოსტები gmail.com-ზე, ასე ვართ შეთანხმებულები რომ ამ ელექტრონულ პოსტაზე ვიმუშავებთ და შემდეგ ჩვენი ელექტრონული პოსტით დარეგისტრირდებით მისამართზე ტრელო.com. აი ახლა მე მაქვს გახსნილი ეს სამუშაო სივრცე, ჩვენი სამუშაო სივრცე. დარეგისტრირების შესახებ კიდევ დამატებით დავეხმარები, ვინც ჯერ არ დარეგისტრირებულა ტრელოზე და შემდეგ მე დავამატებ თქვენი ელექტრონული პოსტების საშუალებით, უკვე დამატებულიც მაქვს ჯგუფები, როგორც ხედავთ. და თქვენ მოგეცემათ საშუალება იმუშაოთ ამ სივრცეში. ახლა მოკლედ ვნახოთ რა დაფაა ეს და როგორ არის განლაგებული მასალები. როგორც ხედავთ, ამ სამუშაო დაფაზე არის 5 სვეტი და მე თქვენ ახლა აგიხსნით თუ რას ვაკეთებთ ჩვენ ამ სვეტებში. როგორც იცით ან თუ არ იცით, გეტყვით რომ ტრელო იძლევა საშუალება რომ ამ ერთ სამუშაო დაფაზე დავამატოთ იმდენი სვეტი, რამდენიც გვინდა, უამრავი სვეტი, აი აქეთ არის ემატება, ეგრეთ წოდებული ლისტები, როგორც აქ ჩანს, თუმცა ჩვენ უნდა შევთანხმდეთ რამდენიმე საკითხზე. თქვენ აქ არ ამატებთ არც ერთ სვეტს. აქ არის უკვე დამატებული, ჩემი მიერ დამატებული 5 სამუშაო სვეტი და მე ახლა აგიხსნით, რას გულისხმობს ეს სვეტები, რა უნდა გავაკეთოთ აქ. პირველ სვეტში არის, პირველ სვეტს ქვია პირობითად კვლევითი სამუშაოები, რომელშიც თქვენ არ მუშაობთ და არაფერს ამატებთ. რაც შეეხება სვეტში პირობითად დავარქვათ უჯრების ან ჯიბეების დამატებას, აი ნახეთ მაგალითად პირველ სვეტში არის 3 უჯრა, ხო? აქ შეგვიძლია ასევე დავამატოთ უამრავი უჯრა. აი მაგალითად აი დაემატება, შემდეგ როდესაც გავხსნით უჯრას, აი აქ ჩვენ გვეძლევა საშუალება ვიმუშაოთ, ავყრიფოთ ნებისმიერი ტექსტი, დავიმახსოვროთ, შემდეგ თუ მოგვინდება გადავაკეთოთ ეს ტექსტი, კიდევ დავამატოთ რამე, ავტვირთოთ ფოტო, ავტვირთოთ რომელიმე ბმული, შევინახოთ, დავიმახსოვროთ. ასევე იძლევა კომენტარების დამატების საშუალება, სადაც შეგვიძლია ჩავწეროთ ტექსტი, აქაც ავტვირთოთ ფოტო, მივაბათ რაიმე ბმული ან რაიმე ფაილი. ცხადია, ფაილის ზომა გარკვეულწილად შეზღუდულია, დავიმახსოვროთ, შემდეგ დავამატოთ კიდევ სხვა კომენტარი და ასე შემდეგ. მოკლედ, მრავალმხრივ გამოყენების საშუალებას იძლევა ეს ჩვენი პლატფორმა. ესე იგი, როგორც გითხარით, პირველ სვეტში თქვენ არაფერს არ ამატებთ. აი, წავშალე მე ეს სავარჯიშო დამატებული უჯრა. რაც შეეხება მეორე უჯრას, ბოდიში, რაც შეეხება მეორე სვეტს, მას ქვია ჯგუფების ორგანიზება და თემატიკის განსაზღვრა. აი, ასეთი დასათაურება აქვს, რომელშიც ჩემთან შეთანხმებით ან ერთობლივად დავამატებთ თქვენ მიერ შექმნილ ჯგუფს და თქვენ მიერ შერჩეულ
ადგილს ან ძეგლს, რომელზეც იმუშავებთ და რომელსაც წარმოადგენთ. როგორც ხედავთ, აქ უკვე დამატებულია რამდენიმე ჯგუფი, მაგალითად, ძველი ქვეშის ციხე, რომელზეც აი თუ გავხსნით, ვნახავთ, რომ მუშაობენ ზაჰრა მამედოვა, ზაჰრა გურბანოვა, გურბანი საფაროვა. როგორც ვიცით, ჩვენ ჯგუფებში არის 2 ან 3 მოსწავლე გაერთიანებული. აქ იქნება ესე იგი ჯგუფების ორგანიზება და თემატიკის განსაზღვრა მეორე სვეტში, რომელშიც უჯრებს ვამატებთ ჩემთან შეთანხმებით და ჩემი თანამონაწილეობით, ხო? შემდეგი არის მესამე სვეტი, რომელშიც ჩავწერთ უკვე ავტვირთავთ იმ მასალებს, რომელსაც ვიყენებთ ჩვენს თემაზე, ჩვენი პრეზენტაციის მომზადებისთვის. ამისთვის ცხადია დაგვჭირდება, რომ დავამატოთ ჩვენი უჯრა, დავარქვათ სახელი, სახელს ვარქმევთ ასე, იმ ნომრის მიხედვით, რომელსაც მეორე სვეტში მივანიჭებთ ერთობლივად, მაგალითად, აი მესამე აკაურთა. ასე გვაქვს, ხო? დავამატებთ აქ ჩვენს უჯრას, პირობითად მაგალითად მე-5 ნოქალაქევი ან რაიმე სხვა დაემატება და როდესაც გავხსნით შემდეგ ჩვენს უჯრას, აქ ჩავწერთ ნებისმიერ ბმულს, ნებისმიერ ფოტოს, მოგეხსენებათ, უამრავი რამის დამატება შეიძლება, ხო? რომელსაც ჩვენ მოვიკვლევთ, მოვძებნით, რათა გამოვიყენოთ ჩვენი პრეზენტაციისთვის. ნებისმიერი მაგალითად იქნება ეს ვთქვათ მასალა, რომელსაც ამოვიწერთ ან გადმოვაკოპირებთ რომელიმე საიტიდან, მოცხადია არ უნდა დაგვავიწყდეს არც ერთი იმ წყაროს მითითება, რომელსაც ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენი პრეზენტაციის დროს. მოკლედ, მესამე მასალების მოძიება მესამე სვეტში. გასაგები სათაური აქვს სვეტსაც და მე მგონი ხვდებით, რასაც ვაკეთებ. როდესაც თქვენ აქ დაამატებთ უჯრას, შემდეგ მე დავაკოპირებ ამ უჯრას და გადმოვიტან მეოთხე სვეტში, რომელშიც, აი მაგალითად ვნახოთ ასე, აქ მიაქციეთ ყურადღება. თუ კი თქვენს უჯრას მესამე სვეტში შეფერავთ მწვანედ, აი ასეთ შევთანხმდეთ ამაზე, თქვენ თუ შეფერავთ მწვანედ, მაშინ მე ესე იგი მივხვდები, რომ თქვენ უკვე დაასრულეთ აქ მასალების შეკრება. ანუ, როდესაც ყვითელია, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ ჯერ კიდევ მუშაობთ მასალებზე. ხოლო, როდესაც უკვე მწვანედ ფერს მიანიჭებთ თქვენს უჯრას, მე ესე იგი მივხვდები, რომ უკვე დაასრულეთ მასალების მოძიებას და შემდეგ მე ამ უჯრას აი მაგალითად მოდი გადავიტან მეოთხე სვეტშიც. ნახეთ? აი დავაკოპირებ და გადავიტან მეოთხე სვეტშიც. ბატონო, ეს თქვენ ართ. თქვენ უკვე გამოგიჩნდებათ შემდეგ, აი მაგალითად აკაურთა გამოჩნდა უკვე მეოთხე სვეტში, სადაც თქვენ ატვირთავთ შავი პრეზენტაციები, ასე ქვია, ხო? ხედავთ, შავი პრეზენტაციები, თქვენ ცხადია თქვენს ელექტრონულ მოწყობილებებში, კომპიუტერში, ლეპტოპში, ტელეფონში არ ვიცი, ხო? გააგრძელებთ მუშაობას და მოამზადებთ პრეზენტაციას და ატვირთავთ შავ პრეზენტაციებს, აი ამ თქვენს სივრცეში. აი კომენტარის სახით დაამატებთ, ან შეგიძლიათ აღწერილობაშიც შეასწოროთ და დაამატოთ თქვენი პრეზენტაცია, ხო? თუ დიდი მოცულობის იქნება პრეზენტაცია, შეგიძლიათ ბმული ჩასვათ და შემდეგ გამიზიაროთ მე ეს პრეზენტაცია, სადაც თქვენ გექნებათ ატვირთული. თქვენ შემდეგ ამ უკვე ატვირთული პრეზენტაციის შემდეგ შავი პრეზენტაციას როდესაც ატვირთავთ, შევთანხმდეთ, მივანიჭოთ ლურჯი ფერი, გამარჯობა. ახლა წუთი გავასრულებ და თქვენს მე გაგიზიარებ, მივანიჭოთ ლურჯი ფერი, რითაც მე მივხვდები, რომ ესე იგი თქვენ უკვე შავი პრეზენტაცია ატვირთეთ,
მე ვნახავ თქვენ პრეზენტაციას, დავათვალიერებ და თქვენს მასწავლებლებთან ერთად გამოგიგზავნით უკუკავშირს. ამ უკუკავშირის გათვალისწინების შემდეგ, როდესაც მე გამოგიგზავნით უკუკავშირს და თქვენ შეასწორებთ, გარკვეულ შესწორებებს შეიტანთ თქვენს პრეზენტაციებში, აქვე გაიხსნება, მე გადავიტან თქვენს უჯრას, დავაკოპირებ უпроსორად საბოლოო პრეზენტაციების სვეტში, სადაც თქვენ უკვე ატვირთავთ საბოლოო პრეზენტაციას და შემდეგ მოვაწყოთ ერთი ონლაინ რაღაც გამოფენასავით, სადაც დავდებთ ამ თქვენ მიერ ატვირთულ პრეზენტაციებს. მოკლედ ეს არის ჩვენი მუშაობის პრინციპების შესახებ. იმედი მაქვს, რომ ზოგიერთმა თქვენგანმა უკვე დაიწყო მუშაობა და სხვები შემოგვერდდებიან და გავალთ ბოლოში უკვე ივნისის შუა რიცხვებისთვის ჩვენ უკვე უნდა გქონდეს საბოლოო პრეზენტაციები. ასე რომ დიდი მადლობა ყველას, გისურვებთ წარმატებას.